აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში დათო მაღრაძის წიგნის ჯაკომო პონტის აფხაზური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მიზანია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავება, ასევე პოემის აფხაზურ ენაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მწერლები და პოეტები დაესწრნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხიდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობა კულტურული გზით, ემოციური გზით, სიყვარულის გზით, ქვეყნის გაერთიანების, ერთმანეთის გულების გაერთიანების მიღწევის და დარწმუნებული ვარ, სწორედ აი ესეთი მცდელობები, როგორც არის დავით მაღრაძის პოეტური ნაწარმოები და იმ უცნობი აფხაზი პოეტის, რომელმაც თარგმნა, ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ნიშანია და კვალი იმისა, რომ ძალიან მალე ჩვენ ერთად ვიქნებით და ერთად შევქმნით ერთიან ძლიერ საქართველოს. ბავშვობაში, როცა სოხუმში სანაპიროზე ვცურავდი, მაშინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ გაიჯდება ბავშვი, დაწერს პოემას, შემდეგ აფხაზები თარგმნენ აფხაზურად, შემდეგ იორდანიაში ჩერქეზული კულტურის ცენტრის და ჩვენი დამოუკიდებელი საქართველოს საერთო ძალისხმევით ეს გამოვა აფხაზურ ენაზე. დღეს უკვე ტირაჟი აღარ არის, რამდენიმე ეგზემპლარი დამრჩა და უცბად აი ჩვენმა სამინისტრომ, რომელიც ვადლიერებმა მინდა გამოუხატო, განაცხადა, რომ ძალიან საერთო ტირაჟი დაბეჭდოს ისევ.